ქუთაისის იუსტიციის სახლში სამოქალაქო განათლების დღე აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქალაქის 10 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასელებმა მიიღეს. მოსწავლეებს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო მმართველობის შესახებ, ასევე იუსტიციის სახლის კონცეფციის თაობაზე მიაწოდეს. პროექტს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები და საქართველოს საჯარო რეესტრი ხელმძღვანელობენ. პროგრამა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერაა დაფინანსებული. დღევანდელი დღე არის სამოქალაქო განათლების დღე, პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება ამერიკული საბჭოებისა და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით. 26 სკოლის მოსწავლე იქნა შერჩეული ადგილობრივი ქუთაისის განათლების რესურს ცენტრის მიერ, რომლებიც დღევანდელ სემინარში იღებენ მონაწილეობას. ახალგაზრდებმა სრული ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და მთავარი პრინციპების შესახებ, ასევე ამ კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. სრული ინფორმაცია მიიღეს ასევე იუსტიციის სახლის კონცეფციისა და იმ ელექტრონული სერვისების შესახებ, რასაც იუსტიციის სახლის თავაზობს მოქალაქეებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში მომეცა საშუალება მონაწილეობის და არა მარტო მე დარწმუნებული ვარ სხვა მოსწავლეებიც, რომელიც ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას. ზოვის დღეს